გამარჯობა საქართველოს ნაირობიდან. ჩვენ პირველი დღეს დავამყარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტაქტები, მათ შორის შევხვდით აფრიკის ყველაზე დიდ ბირჟას და ასევე სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირჟას OKX. დღეს რასაც მინდა ვისაუბრო, არის თემა, რომელსაც ბევრი ვერ ხვდება. თქვენ თუ ამას გაიგებთ, ჩათვალეთ, რომ 80%-ზე მეტ ექსპერტზე მაღლად გეხართ. ვინა და მე ზოგჯერ საათნახევარი მიწევს ახსნა, რა განსხვავებაა ჩვენს ბიზნეს მოდელსა და ყველა დანარჩენს შორის. მე მინდა მოვიყვანო მარტივი მაგალითი ეთერიუმზე. ყველა მიცით, რომ ეთერიუმი არის სოფლიოში მეორე კრიპტოვალუტა. მისი კაპიტალიზაცია თითქმის 300 მილიარდს შეადგენს. მაგრამ ისმის მთავარი კითხვა, ეს 300 მილიარდი თვითონ ეთერიუმის კომპანიის ქეშია, ანუ ფულია, თუ გარეთ გასული ეთერიუმები. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სავით ეთერიუმიც იწყებდა თავიდან დაფინანსების ძიებით და მათ თითქმის ნახევარი თავის ეთერიუმების გაყიდეს 60 მილიონი ეთერიუმი გაყიდეს იმისთვის, რომ მოეზიდათ 18 მილიონ ნახევარი დოლარი, რის შემდეგაც შექმნეს ეთერიუმის ბლოკჩეინი. მაგრამ თავარი არის ის, რომ მათ გაყიდეს ნახევარი პროექტი 31 ცენტად. და დღეს ეთერიუმი დღევანდელი ფასით ღირს 2300 დოლარი. ანუ ფაქტობრივად გარე ბაზარმა შექმნა ეთერიუმის ფასი და ამ მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციიდან არც ერთი ცენტი არ შემოსულა ეთერიუმში. ერთადერთი რაც დარჩათ მათ არის გუნდის წევრებისთვის გადანახული რამოდენიმე მილიონი და ხელოვნურად იმ რამოდენიმე მილიონს შეექმნა ფასი, იმიტომ რომ გარე ბაზარმა აღნიშნული ფასი შექმნა. ლუქსიუმში კიდე სრულებით სხვანაირადაა ყველაფერი. პირველი ლუქსიუმიდან 165 მილიონ ლუქსიუმამდე სრული პირველადი გაშვება არის კომპანიის შემოსავალი პირდაპირ. და ეს მრავალმილიარდიანი შემოსავალი აღიწერება კომპანიის ბალანსზე. ჩვენ აქედან მესამედს ვდებთ რეინვესტირების სახით გლობალურ ბიზნესში, უძრავ ქონებაში, სხვა ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უბრალოდ არ შევიძენთ უძრავ ქონებას, ან არ ავაშენებთ უძრავ ქონებას, არამედ დავამენეჯირებთ მას, ანუ ბიზნესად ვაქცევთ, რომ 2 მაგის, 3 მაგის, ზოგ შემთხვევაში 4 მაგის შემოსავალი და უკუგება დავიბრუნოთ. როგორც ზევადაში ჩვენ გვიდა, რომ ეს მეორე ჰოლდინგური კომპანია უფრო დიდი გახდეს, ვიდრე ლუქსიუმის კაპიტალიზაცია, როგორც ტოკენის, როგორც კოინის. აი ეს არის ძალიან მარტივი და დიდი განსხვავება. და თუ თქვენ ამას მიხვდეთ, ეხლა რასაც აგიხსენეთ, ჩათვალეთ, რომ 80%-ზე მეტ ექსპერტზე უკეთესი გონება გაქვთ. ანუ აი ამას კარგავს ქართველი ინვესტორი, რომელიც არ დაკავშირებია საერთოდ. ანუ მცირე ბიზნესსაც შეუძლია დაწყება ლუქსიუმში შემოსვლით, სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, იმიტომ რომ პირველი შეთავაზება ინვესტორის ჯერ არ გაფუჭებულა, იმიტომ რომ არც ერთი ინსტიტუციური ინვესტორი ჯერ არ შემოსულა და ჩვენ მოლოდინის რეჟიმზე ვართ. ანუ მინიმალური შემოსვლა ბიზნესისგან არის 250,000 ფრანკით. ესეც გადანაწილება შეგვიძლია 2 წელიწადზე, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა გაუკეთოთ განსაკუთრებით ქართულ ბიზნესს. თქვენ მიიღებთ 2 შვეიცარიულ კომპანიაში, მთავარ კომპანიებში წილს, კონკრეტულ წილს და კონკრეტულ ლუქსიუმების რაოდენობას. მაქსიმალური დაფინანსების ზღვარი არის 7 მილიონი, რაც ჩვენ გვჭირდება ლუქსიუმის ბლოკჩეინის შესაქმნელად. თუ ვიღაც შემოვა სრული თანხით, ამ შემთხვევაში ის იღებს 7%-იან კომპანიის წილს და 4 მილიონ ლუქსიუმს, რაც არის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა და ძალიან გულუხვი შეთავაზება. როგორც კი პატარა ინვესტორი შემოვა, თუნდაც ერთი ინვესტორი, ეს შეთავაზება ეგრევე აიწევს, შეიძლება 2 მაგათ. ასე რომ მე სურვილი მაქვს, რომ ქართული ბიზნესი შემოუერთდეს ჩვენს პროექტს, გახდეს გლობალური ნაწილი და მე პირადად მზად ვარ, რომ საათები დავკარგო ნებისმიერზე. ასე რომ მე მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ, დავკარგავ საათებს საქართველოს ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც გამოხატავს ინტერესს. მე მესმის, რომ საკმაოდ ინოვაციური პროექტია, ბევრ ნაწილში იმდენად მარტივი და გენიალურია, რომ გაუგებარია ბევრისთვის თავიდან და საათები ჭირდება მათ შორის ექსპერტებთან ერთად, აი ესეთ მაგიდაზე რომ დავსხდეთ, აი ესეთ ლამაზ მაგიდაზე და გავიაროთ აღნიშნული პროექტის შინაარსი. ანუ ჩვენ მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ლუქსიუმის რაოდენობა დარჩეს საქართველოში, არამედ ის, რომ პირველი ინვესტორი იყოს ქართველი. ასე რომ მე მივესალმები ნებისმიერ თამამ ბიზნესმენს, რომელიც ამ მისთვის ახალ სივრცეში წინ გადადგავს ნაბიჯს, ვით საჭიროა ჩართავს თავისი მხრიდან, რომ თვითონ იყოს დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად განხორციელებადი პროექტია და
მე ვიმუშავებ საათები, დღეები, კვირეები თუ საჭირო გახდა იმისთვის რომ პირველი ინვესტორი იყოს ქართველი. ასევე გეტყვით რომ ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით უკვე მუშაობთ ინვესტორებთან, თქვენ იცით რომ ინსტიტუციური ინვესტორები გვიან შემოდიან, იმიტომ რომ ისინი ელოდებენ ლიცენზიას, გუნდის გაზრდას, პროექტის გაზრდას. თქვენ იცით რომ ჩვენ ხა ექსპერტთა ჯგუფზე მუშაობთ, საბჭოზე, ლუქსიუმის, რომელიც დაემატება რამოდენიმე თვეში გუნდს და ასევე ლიცენზიას ავიღებთ მაქსიმუმ 2 თვეში შვეიცარიაში. მოკლედ, ველოდებით პირველ ქართველ ინვესტორს და იმედია დაასწრებს ის უცხოელს. წარმატებები.